სახელთა მამისათა, დადისათა და სულისად მიდისათა. ჩვენ ვაგზავნებთ საუბრებს საკუთარ სამართალზე და შევხვდით გარკვეულ ისტორიულ მოვლენებს. მესამე მსოფლიო კრების შემდეგ, როდესაც ნესტორი იქნა გადასახლებული და ეკლესია დაშორებული და იქ მან თავისი მიმდევრებით შეიძინა და გარკვეულად გავრცელდა კიდევ აღმოსავლეთისკენ სპარსეთამდე და კიდევ უფრო შორს აღმოსავლეთით ცენტრალურ აზიისკენ. ვთქვით მაშინ მონღოლების შემოსევის დროს მათ რიგებში უკვე იყო ადამიანები, ვინც მიიღო ქრისტიანობა ნესტორიანელი ქადაგებლების მხრიდან. რადგან მონღოლებიდან ჩინს ყაენი ებრძოდა სპარსეთს, აიტომ სპარსთა განსხვავებული რელიგიის მიმდევრები ითვლებოდა მოწინააღმდეგებად და შეწარებული იყო მონღოლების მიერ ეს ნესტორიანული ვერსია. ისინი დოგმატებში ხო არ ერკვეოდა და გავიდა ჟამი, შეგახსენებთ რომ მესამე მსოფლიო კრება ჩატარდა 451 წელს. გავიდა წლები და 454 წელს პატრიარქი ალექსანდრისა კირილე გარდაიცვალა. და მას პირველი მიმდევარი ყავდა, ის ითვლებოდა ბურჯად მართლმადიდებლობისა და ნიკეის კრებაზე მიღებული სარწმუნოების დოგმატების და იქ ერთი საუბრის და ქადაგების დროს კონსტანტინოპოლში ითქვა, რომ ქრისტეს ხო ორი ბუნება აქვს, ღვთაებრივი და კაცობრიობი. და ამ თემაზე იყო მსჯელობა. ისე როგორც ნესტორის შემთხვევაში ნესტორ იმ პატრიარქთან დაპირისპირებულმა პირმა მაშინ მიმართა ალექსანდრიას და რომ აქ ირღვევა შესაბამისი სარწმუნოებრივი დამოკიდებული და ყოველთვის შორის იმათ მისი ღირსების და მისი დიადის მიმართ გამორჩეული და შორის ღვთის მიერ ღვთის განცხადებისთვის ქვეყანაზე. და ეხლაც მოხდა დაპირისპირება კონსტანტინოსა და ალექსანდრეს შორის. ამჯერად რადგან კირილე იყო წმინდა კირილე ალექსანდრიელი იყო ალექსანდრიის პატრიარქი, მთავარი ეპისკოპოსი, მაშინ დიდად განასხვავებდნენ ამას. ნამდვილად ეს პატრიოტული გრძნობებით იყო გამსჭვალული მის მიმართ ალექსანდრიის ეკლესიის მრევლი და გააპროტესტეს. არავითარი ორი, ახლა კირილემ თქვა, ქრისტეს ერთი ბუნება. მაგრამ რა მნიშვნელობით და შინასი თქვა მას ეს, რომ ქრისტეს ერთი ბუნება იუნიშოვა ღმერთკაცობრივი ერთი ბუნება არის. მაგრამ როდესაც ადამიანის შედარებით სული არის, როგორ შეიძლება კონსტანტინოპოლში რაიმე თქვას, ალექსანდრია არის დამცველი მართლმადიდებლობის, ამიტომ ეს დაპირისპირების სულმა გამოიწვია არასწორი გაგება სიტყვების და ერთი ბუნება ქრისტეში გაიგესო მარტო ღვთაებრივ ბუნებაზე შეიძლება საუბარი ქრისტეში ასწავლება უნიშნელო არის. მერკაცობრივი ბუნება ქრისტესი არ მიიღეს, ან უმეცრები თუ არ ყეს,
და უპირატესობა ამჯერად ღვთაებრივს და ეს კაცობრიო გარეგნული ფორმა არის მხოლოდ. და მისია გამოხსისა, თუმცა მაშინ მდგომარეობდა რომ კაცობრიო ბუნებით, უცოდველი კაცობრიო ბუნებით და მოხდარიყო მაცდურსულთან, დაცემოსულებთან და ბისმილ ძლება მათზე. მათ სასწრაფთა განკარგება და სასწრაფის ნაცვლად ჭეშმარიტების დამტკიცება. ძლევა ბოლოზე, ძლევა სასწრაფზე, ძლევა მაცდურზე. კაცური ბუნება, კაცური ბუნება დაეცა მაშინ დაცემამდე სიცოცხლე იყო და დაეცა. ეხლა უცოდველი კაცური ბუნება ქრისტეს მიერ გაცხადა ქვეყანაზე და იწყება ბრძოლა უკეთური ძალებისგან, რომ ესეც დაეცესო, ვინ არის ესო, ვინ არის. და ვიჭი გახსოვთ გამოთქვა მასტურმა, თუ ძე ხარ ღვთისა, აქციეს ქვები პურებად და ასე შემდეგ. პირდაპირ შენ ძე მაღლისა ხარ უწოდებდა და ცდილობდა რომ აღეზრა სურვილი დიდების მოყვარებისა, პატივმოყვარებისა, ცდილობდა რომ მოეხდინა დემონსტრირება თავისი ძალების და ანუ კაცთათვის არა სული საზრდოს მიწოდება, არამედ თავის პიროვნების განდიდება მათ წინაშე და აი ეს სასტური იყო. აიტომ მართალია სწავლება ამას რომ ღვთის მისია ქვეყანაზე იყო რომ კაცობრიო ბუნებით დაეძლია ყველანაირი სასტური და ეძლია მათთვის და ბოლოს დაძლეულიყო სიკვდილი. ქრისტეს აღდგომით. ესე აი ამ განგებას და განზრახას ღვთისას ამას შეეწინააღმდეგენ უნებლიეთ დაუმეცრებით ალექსანდრიის ეკლესიის სასწრაფო პირები, უმრავლესობა. და ითხოვდნენ რომ ყველა მის აღიაროს, მაგრამ ნიკეის კრების ავტორიტეტი და დიდი იყო რომ ნიკეის კრებაზე მიღებული დოგმატების უარყოფა ყოველ კრება რომ შეგრებოდა ახალი კრება ამბობდა რომ ჩვენ ერთგული ვართ ნიკეის კრების სიტყვების და პირისპირ გადაიზარდა მტრობაში. იყო მოწვეული კრება მაშინ იმპერატორი მიემხრობ რომ მონოფიზიტებს, ანუ ერთი ბუნების მიმდევრებს. რადგან ალექსანდრია როგორც თქვით იყო არა მარტო კულტურული, არამედ ეკონომიკური დიდი ცენტრი და მნიშვნელოვანი ცენტრი და მის მიმართ იმპერატორისგან იყო განსაკუთრებული ზრუნვა. აიტომ მარუდოდა რომ შფოთს გადაეყოლებინათ ალექსანდრია და დაუჭია მათ ხარი. გაიმართა კრება, და ამ კრებაზე ვინც არ აძლევდა ხელს აი ამ ახალ დოგმატს ცემდნენ, აგდებდნენ კრებიდან, როგორც თითები დაუნდრიესო, თუ არ აწერო ადგილი ეს თითები და ასე შემდეგ. ჩანს რომ როგორც კი სახელმწიფო რელიგიის სტატუსი ჩენს თავს ეკლესიაში იქნება უფრო გამძაფრებული ბრძოლა ჭეშმარიტების მიმართ. სახელმწიფო სტრუქტურებიდან თუ ადამიანის ცნობიერებიდან რომელიც აი ამ დროს ამ იმპერიის მოსახლეა რიგითი და იმპერატორის გარდაცვალების შემდეგ ახალი იმპერატორი დადგა და მან კვლავ მოიწვია ახალი კრება. ეს არის მეოთხე მსოფლიო კრება, ქალკიდონის კრება, რომელზეც უნდა განიხილა აი ეს საკითხი.
ქრისტეში ორი ბუნების ღვთაებრივი და კაცობრიობის ბუნების. რადიო ნიშნავანი და უნიშნავანი დოგმატურსაც გარდა იყო სხვა საკითხების. რაც უფრო ქრისტიანულად ცელდებოდა ხალხი და ახლა არა მარტო სივრცეში ან სიღრმეში წავიდა საზოგადოების სხვადასხვა ფენას შეეხო და არა მარტო უფრო დაბიო ფენები იყო თავიდან არისტოკრატია და მეფის ოჯახის წევრებიც თვითონ მეფე თქვათ კონსტანტინე დიდი არის მაგალითი საოცარი რწმენის და ღვთის მოშიშების და სიყვარულის იამ მეოთხე კრება რომელიც ქალგირონში ჩადარდა მიიღო ეს დადგენილება უბრალოდ იმ დოგმატის დამტკიცება რომელიც ქრისტეს ორ ბუნებაზე ამახვილებს ყურადღებას. სხვანაირად გამოხსნა შეუძლებელი იქნება თუ მერტმარით კაცობრიობის ბუნებით არ დაძლია სასწაულს, მაშინ კაცობრიობის ბუნება უცდელი ისედაც და უძველია ანუ ეს ერთვა ადამიანთა წოდებისა და მართლის მიერ და უცდელის მიერ და უცდელის მიერ ამ სხეულის შეწირვა დაცემუთა გამოხსნისათვის ხო ეს ყველაფერი მთელი ქრისტეს მისია რაც თავი ის გარგებოდა და თუმ მოხდა აღდგენა ამ სწავლების და დოგმატის ქრისტეს ორი ბუნების შესახებ როგორც იყო სხვა საკითხებიც და შეიძლება ჩვენ რამდენიმე საკითხი განვიხილოთ. დავადგინეთო წმინდა მამების მიერ დღემდე თითოეულ კრებაზე დამტკიცებული კანონების მტკიცე დაცვა. მოთე კრებითობით არის მიღებული კანონი. იგი ეს მერთან ერთობით არის მიღებული. იქ სადაც ნათქვამი 2 და 3 შემისახეთ იქ ვარ მე უფალი ამბობს. და ამიტომ ამაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ არ შეიძლება მანამდე ჩატარებული კრებების საწინააღმდეგო რაიმე გადაგოს. ეს გადასახედია ესეთი ნოვატორობა, რომელსაც შემოაქვს ამ სოფელს ეკლესიაში. მეორე კანონის შემდეგია თუნე ეპისკოპოსმა ფულით შეასრულოს ხელდასმა და ამგვარად ვაჭრობისაგან აქციოს მადლი, რომელიც არ იყიდება და ფულით ხელნი დაასხას ეპისკოპოსს მდლებზე ან დიაკვნებზე ან ვისე სხვავისა ვინც სასულიერო ეწოდებას ეკუთვნისო ან ანგარების მიზნით ფულით დააყენოს ეკონომოსი ან ქადაგი ან დეკანოზი ან სხვა ვინმე კანონით განწესებული ვისაც ამის ქნა ამ უნდა ემხილოს მას ჩამოერთვას მისი ხარისხი პატივი ხელდასხმული და დანიშნული ამ გზით ყველაფერს შეინარჩუნებენო. აი როგორი მკაცრი არის ეს კანონი ესეთი ანგარებით ესეს მოყარებით სიმდიდრის ტრფიალით დადგენა სამდელო და საკურთხევა. ამ ცოდვას ეწოდა სიმონია. იმიტომ სიმონ მოგვიიყო ვინც პირველმა რომ იხილა მოციქულების ხელიდან ეს აღსრულებულ სასწაულები იფიქრა სახაცა საიდუმეციანო და ფული შესწავლით მომკიდეთ ეს საიდუმლო მეცა შევასრულო. ის გამოციქულო შერისხული პეტრე მოციქულის მიერ. ეს მოციქულთა საქმეში არის აღწერილი ეს შემთხვევა და რადგან მოციქულმა შერისხა ისინი ჩვენც ამ სასწაულის ამხილებელნი და უარყოფილნი ვართ.
საიდან ჩდება ეს? კიდევ თვითონ არის ადამიანში თვითონ გაურებული ბუნება და გაურება იწევს სინაგან ჭიდილს ანგარებასა და სინდის ხმას შორის. თუ ანგარების ნობა ძლავრობს და იმარჯვებს, მაშინ ადამიანის განსაკუთრებით მზად არის რომ სასყიდლის გამო და ასხასხელი და არა ღირსების გამო ადამიანს და მგლობის ნიჭი და უფლება და ძალა მისცეს. შემდეგი არის რომ წმინდა კრებისთვის ცნობილი გახდა რომ ზოგიერთები რომელთაც საეკლესიო წოდება აქვთ არაწესი შესაძლებლის მიზეზით უცხო თავებსა და სოფლებში ანაზღაურებით ენიშნებიან რომ ახალ საქმეთა კეთებას მიყოფენ ხელს საერთო მსახურებას უღელვეყოფენ და თავს იდებენ ქონების განგების ესეც მოყარების გამო. აი როგორც ჩანს ეს როგორც კი შეწყდა ის დევნა ეკლესიის რომელსაც ადგილი ჰქონდა პირველ 3 საუკუნეს და მე-4 საუკუნის დასაწყისში აი ამ დევნის შეწყდის შემდეგ როცა იყო მშვიდი ნარი და ხდება მაშინ იწყება ხწნა ადამიანის გულებში, გონებაში და უცნობებში და მიდეგლება აი სასტორის ნაკარნახევი და საქმისაკენ. რადგან ნახავს ეკლესიის კრებითი ხმა და სიტყვა ცდილობს რომ ამ სასტურისგან, სიბლუთისგან, სიცხოვისგან განთავისუფლდეს. არის რადგან მაცხოვრებელ უთხრა მოწაფეებს რომ თქვენ არავარ სოფლისგან ხართო. სოფლისგან ყოფილა სოფელს იყარებოდითო. და სოფელს ზულ ხართო, იმიტომ პირად მე მომიძულაო. აი ამ შემთხვევაში შეხედათ რომ ეს მოყარების და გამდიდრების სურვილი და მათ შორის გამოხატული იმით რომ ფული ხდებოდა ხელდასხმა ვიღაცას ვინც ითხოვდა რომ იქ დამადგინე აქ დამადგინე და ამას იხდიდა თავს აი ეს ხსნა შემოიპარა ესაში და იქ როდესაც უსაფრთხოება არის როდესაც გარანტიები გაქვს რომ არავინ არ შემოვა უნებლიეთ ადამიანის მიტკილება თუნდისაკენ თავს იჩენს და აზიანის ეკლესიას და ერს. აი ეს კანონები რამდენიმე შეხედო რაზეა გამოხილი ყურადღება. დოგმატის მიღება ცალკე მოხდა, მაგრამ აქ ესეა. ялдушгүй რუსიდან მე-4 საუკუნეში გავშალდა ბერუნასო ცხოვრების წესი ბერგან პალესიაში, ეგვიპტეში და სხვადასხვა ადგილებში და რომლებიც ჭეშმარიტ და გულწრფელად სამონაზო ცხოვრებას შეუდგებიან ისინი შესაფერისი პატივის ხიზნი უნდა გახდნენო. მაგრამ ზოგი სამონაზო სახის შემოსველი ჩასის საეკლესიო და სამოქალაქო საქმეებს. თვითნებურად დადის ქალაქში და მხოლოდ იმას კი არ ჩადის, არამედ გაბედულად იწყებს თავისთვის მონასტრის შენებას, მიიჩნევთ რომ არავინ არასოდეს არ უნდა ააშენოს მონასტერი და სამლოცველო სახლი იმ ქალაქის ეპისკოპოსის თანადგომის გარეშე. მორჩილების და კურთხევის გარეშე. და ჯობია შეყვარონ სიჩუმე და მარხვა და ლოცვა. თუნდა მონასტრის ცხოვრება ეს მოთხოვნა თავიდან დაიწყოს. იყო ესეთი შემთხვევა,
მანდილოსოს, შეგებული იყო და უკვე კარგულ ასაკს მიაღწია და გაუშესული რომ გაიგო რომ მონასტრები იხსნება, იქ მონაზვნები არიან, მორჩილები არიან და მოინდომა მონასტრის აშენება და გულწრფელდა ის იყო იქნებოდა იღუმენია მონასტრის, ანუ მმართველი იქნებოდა თავიდანვე, რადგან მან ააშენა და ეს მორჩილები ათები მის ქვეშევრდომები გახდებოდნენ. ანუ საერო საზომით განსაზღვრა და აი ესეთი სურვილებით ღმერთისათვის საძულველია, რომ ის მაგალითად სოფლის განთავისუფლდეს, სოფელი შემოაქვს ეკლესიაში და ამ სოფლის სულით მე როგორ შეიძლება გაცხონოს სხვა ადამიანთა შენცონ იღუპები. აი ეს ზოგიერთი ეს კანონი ჩვენ განვიხილეთ. რომ მოტლობს ესეთი არ ხდება გამოცდა შენი საშუალების სიმტკიცისა, შეიძლება შენადვილად დახვიდე კომპრომისებზე ამ სოფელთან. გარდა ამისა, ეს კანონი ამბობს, რომ შეიყვანოს შიჩუმეო, ხოთ მარხოს და როცოში უნდა. და გაგზავნილი და მოთმენი იმავე ადგილას, სადაც მათი ამ ქვეყნიურ ცხოვრებიდან გასვლა შედგა თავდაპირველად. ისიც რომ სადაც შენ აღიკვეცო მონასტერში, იქ უნდა დარჩე და აღარ გამოხვიდე. რომ აღკვეცა მონაზვნად ნიშნავს სოფლის უარყოფას. და რაც ამ სოფლის არის, იმის უარყოფას. და სადაც ვარ ყავი და გაჩერდი. ნუ ხარ მიდიხარ სოფელში ბრუნდები. ნუ ხარ შენ თავის მოვალოდე. ამასეუბნება. მაგრამ ეს სული მოწრჩება ადამიანში, სადაც გადავიდეს, უკეთესი ადგილი ნახოს, უკეთესი გარემო იპოვოს და რაც ამას სოფლის არის. და ამიტომ ეს კანონი ამბობს, რომ ამ ქვეყნიურ საქმეებში ჩაერევიან და მონაწილეობას მიიღებენ, დასწრებენ ისინი თავის მონასტრებსო და წასვლას აიმე საჭირო საქმეების სხვაგანო. და მეტიც მონათმფლობელისა, ვისაც მონები ყავდა აი მისი ნების გარეშე მონათაგან ურავი იქნება შეწარებული სამონაზეთ მონასტერში. რატო? მეცალო ხო თქოს ახლა მონა და გაიქცა ბატონს და თავი შეაფაროს. არა. ორი ბატონის მონა ვერ იქნები. შენ თუ ერში ხარ, მაშინ ერში შენი სოციალური სტატუსი არის მონა. თუ შენ გინდა სასწავლოში, მაშინ დაანებე, განთავისუფლდი და წამოდი. მაგრამ როგორ განთავისუფლდე? ამას განსაზღვრავს ეკლესიის კანონი, რომ ფლობერის ნების გარეშე მონათაგან ურავი იქნება შეწარებული მონაზვნად მონასტერშიო. ან თუ შენ უკვე მიყიდული ხარ და შენი საფასური გადახდილია, შენ უკვე ვალდებული ხარ იყო იქ. მაგრამ თუ გინდა განთავისუფლება, მაშინ უნდა იყოს და გამოისყიდო შენ თავიდან. ან ცეთი რამე გააკეთო, რომ ეს ჩაითვალო სასყიდლად შენი განთავისუფლების და განთავისუფლდები. ხო? აი ეს ერთ-ერთი მთავარი საზღვრებია ეკლესიის ამ პირობებში. მრევლში მტკიცედ დანერგოს უპოვარების სული და თუ უნდა ცხონება. და რაც ეძლევა ღვთისაგან მისი ნიჭისამებრ და მისი ძალისხმევისამებრ იმას დაკმაყოფილდეს. და თუ ეს სოფელი აღარ უნდა და გადის, მაშინ სოფლის საქმეებსაც ნუ არ აკეთებს განეშოროსი და
მიხედოს უკვე თავის მომავალ ცხოვრებას აღწევს შესაბამისად. აი ასე არის მიწელი კანონები იმ დოგმატური ხასიათის და სწავლების გარდა სულ არის ეკლესიის წინდაზე, ზნეობრივ სიწმინდეზე, მისი წევრებისა, როგორც ყოვლისა დაწყებული იერარქიიდან, ეპისკოპოსებიდან, სამღვდელოებიდან და სხვა საშუალო დასიდან დაწყებული. ამიტომ ჩვენ საუბარს და დაგიშვებით, ერთად აგვახსოვთ.